უკრაინულმა არმიამ კვლავ ტაქტიკურ წარმატებას მიაღწია ფრონტის ხაზზე. დონეცკის ოლქის ცენტრალურ ფლანგზე პოკროვსკთან ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მონაცემებით კრემლის არმიამ გარკვეული პოზიციები დათმო. არადა სწორედ პოკროვსკის დაკავებას თვეების განმავლობაში კრემლი უშედეგოდ ცდილობდა. რუსული არმიისთვის ამ მიმართულების მნიშვნელობაზე ისიც მეტყველებს, რომ როდესაც უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია, კრემლმა პოკროვსკის მიმართულებით იერიშები არ შეანელა. პირიქით, სამხედრო მიმომხილველები ამბობენ, რომ მათ ფრონტის ეს ხაზი გააძლიერეს. პოკროვსკთან უკრაინელების წარმატებული შეტევა რამდენიმე მიმართულებით ვითარდება. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ რუკაზე ჩანს, რომ უკრაინული არმია სულ მცირე 7 მიმართულებაზე მიიწევს წინ. დაახლოებით 7-8 თვის განმავლობაში პოკროვსკის მიმართულებას უტევდა მიახლოებით 100-დან 120,000 კაცამდე ჯარისკაცი, ეს მთლიანი დაჯგუფებაზეა საუბარი. შედეგი აქვთ კატასტროფულად ცუდი. მათი მიზანი იყო ის, რომ პოკროვსკის გადაკეტვით ისინი მოახერხებდნენ ლოგისტიკური ხაზების ჩაწყვეტას უკრაინული ძალებისთვის, დონბასის დაჯგუფებისთვის, რომლითაც შეუწყვეტდნენ მომარაგებას და ეს გახდებოდა უმნიშვნელოვანესი პრობლემა უკრაინული ჯარებისთვის, რომლებიც თავს იცავენ დონეცკისა და ლუგანსკის ფრონტის მიმართულებებზე. თუმცა მათ ეს შედეგი ვერ დადეს. უკრაინელი სამხედროები წარმატებით უტევენ რამდენიმე თვის წინ რუსების მიერ დაკავებულ პოზიციებს ქალაქ ტორეცკთან, რომელიც ასევე დონეცკის ოლქის ცენტრალურ მიმართულებაზეა. გრაფიკულ გამოსახულებაზე ცისფრად ის ტერიტორიაა აღნიშნული, რომელიც ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მონაცემებით ადრე რუსებს ჰქონდათ დაკავებული. ახლა კი უკრაინულმა შენაერთებმა გაათავისუფლეს. კვლევითი ორგანიზაცია ასევე წერს, რომ ფრონტის ამ ნაწილზე რუსული არმია ისეთ სატრანსპორტო საშუალებებს იყენებს, როგორებიცაა სამოქალაქო ავტომობილები, მოტოციკლები და სხვა. ვრცელდება არაერთი ვიდეო მასალაც, რომლებშიც ჩანს, რომ რუსები შეიარაღების გადასატანად ფრონტზე იყენებენ ცხოველებსაც. არ არის დაჯავშნულ სატრანსპორტო მანქანებზე ან ქვეითთა საბრძოლო მანქანებზე საუბარია ლადას ტიპის, ესე ვთქვათ, ავტომანქანებზე, უაზის ტიპის ავტომანქანებზე და ბოლო პერიოდში იმდენად გაუჭირდათ მათ ჯავშანტექნიკის ესე ვთქვათ, ჯავშანტექნიკით სათანადო დონეზე ქვედანაყოფების დაკომპლექტება, რომ დაიწყეს ვირების და სხვადასხვა ცხოველების გამოყენება იმისათვის, რათა საბრძოლო მასალა ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტზე გადაიტანონ. ეს არის ხშირი, ამ ვიდეოებს თვითონ რუსებიც აქვეყნებენ და თავადაც აღიარებენ, რომ იმ დონეზე აქვთ, ესე ვთქვათ, დანაკარგები ჯავშანტექნიკაში მიღებული, რომ ისინი ვერ ახერხებენ სათანადოდ კომპლექტაციას. უკრაინელი სამხედრო ექსპერტი პეტრო ჩერნიკი აღნიშნავს, რომ პოკროვსკის ფლანგზე რუსეთის იერიშების ტემპი მნიშვნელოვნადაა შემცირებული. უკრაინის შეიარაღებული ძალების 59 ცალკეული შემტევი ბატალიონის მეთაური ამბობს, რომ იერიშების ტემპის შემცირება გამოწვეულია იმითაც, რომ რუსულ არმიაში სამხედრო ტექნიკის ნაკლებობაა. იმავეს ამბობს სამხედრო საინფორმაციო პორტალ ალფა-სიხშირის დამფუძნებელი ოტო კონჯარიაც. რეგულარული არმიის უდიდესი ნაწილი არის განადგურებული და დღევანდელი რუსეთის არმია არის მოხალისეებით დაკომპლექტებული. თუმცა, როდესაც საუბრობთ ჯავშანტექნიკის სიმცირეზე, ეს უკვე არის შეუსებელი, ესე ვთქვათ, დანაკარგები რუსეთს აღარ დარჩა არც მარაგებში, არც ახალი ტექნიკის წარმადობა არის იმ მასშტაბის, რომ მათ, ესე ვთქვათ, შეივსონ ეს სასურველ დონეზე ეს კონკრეტული რაოდენობით და დააკომპლექტონ ქვედანაყოფები და ამგვარად ეს კონდიცია, დანაკარგების კონდიცია და ეს ტემპი თუ გაგრძელდა უახლოესი 1 წლის განმავლობაში, რუსეთს არტილერიისა და საბრძოლო ტექნიკის იმგვარი დეფიციტი აღმოაჩნდებათ, რომ ისინი უბრალოდ შეტევის წარმოებას ვეღარ შეძლებენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ტორეცკის ფლანგზე თავდაცვის ძალებმა ერთ დღეში 21 რუსული იერიში მოიგერიეს. პოკროვსკის ფლანგზე კი 18. წარმატებული იერიშების ტემპის შესანარჩუნებლად და იმისთვის, რომ კიევმა უკან დაიბრუნოს რუსეთის მიერ წართმეული ტერიტორიები, დასავლეთმა უწყვეტად უნდა მიაწოდოს მათ შეიარაღება.